ბაზარი იმდენად გაჯერებული იყო, რომ იმ ბაზარზე შესვლას იდეაში აზრი არ ჰქონდა. Council არის ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაციული workspace-ი, გვაქვს რამოდენიმე ფუნქციონალი, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება, რომ იყვნენ უფრო პროდუქტიულები და უნაკლებ დროში შეასრულონ თავიანთი ყოველდღიური პროცესები. ერთი პირველი არის ციფრული ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება, რაშიც იგულისხმება, რომ ორგანიზაციას შეუძლია თავიანთი ციფრული ინფორმაცია ატვირთონ, რაც აქვს მთლიანი ბაზა. და ხელოვნური ინტელექტი ამ ციფრულ ინფორმაციას შიდა ორგანიზაციულ ინფორმაციას ამუშავებს და შემდგომ ეხმარება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომ გამოიყენონ, ასე ვთქვათ, ბევრად მარტივად იყოს მისაწვდომი ეს თავიანთი შიდა ინფორმაცია, რაც შეიძლება გადაკარგული კონდეთ რამოდენიმე სხვადასხვა სერვერებზე იყოს, გაერთიანებული თავმოყრა, რომლის თავმოყრის შემდგომაც ხელოვნური ინტელექტი ეხმარება, რომ მარტივად მიიღონ წვდომა ამ ინფორმაციაზე და ასევე ის ინფორმაცია გამოიყენონ, რაც შეიძლება პროდუქტიული. მეორე ფუნქციონალი არის შეხვედრების ჩამწერი, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება დიდი შეხვედრების დროს ჩაიწეროს, ასე ვთქვათ, ოქმი გააკეთოს ტრანსკრიპტი და ამ შეხვედრიდან მარტივად გააკეთოს დავალებების ავტომატიზაცია, როგორც არის დაუშვათ მე ჩემ პარტნიორს უთხრა, მაგალითად ფინანსური ანალიზი გვჭირდება ხვალისთვის. იმახსოვრებს ავტომატიზაციას აკეთებს და მე ამ ავტომატიზირებულ დავალებას თავს უყრის მესამე ფუნქციონალში, რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, team management-ის ადგილი. ანუ ერთგვარი გამარტივება არის სხვადასხვა ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის, ხო, როგორც მივხვდი. ივა, თუ შეგიძლია რომ ითხრა პირველად საიდან წამოვიდა იდეა ამ სტარტაპზე და მერე უკვე მოყვეთ როგორ განვითარდა. პირველად დავიწყეთ სულ სხვა სტარტაპით, სულ სხვა იდეა გვქონდა, რაზეც ვმუშაობდით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვაკეთებდით, ასე ვთქვათ, სამართლის ცოდნე ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც მოქალაქეებს და ადამიანებს დაეხმარებოდათ მარტივად მიიღოთ ის ინფორმაცია, რაც სამართლის კონკრეტული მიმართულება იყო. და აი ამ პროცესში, მუშაობის პროცესში, როცა თითქმის ბოლომდე ვიყავით იმ იდეაზე მისული, განხორციელების თვალსაზრისით, გამოჩნდნენ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კონკურენტები უკვე საერთაშორისო ბაზარზე და აი მაგ მომენტში მოგვიწია, რომ ამგარიყავით და საერთოდ შეგვეცვალა ჩვენი მიმართულება და ჩვენი იდეა და ალბათ ეგ იყო ყველაზე დიდი დაბრკოლება. ანუ როგორც მივხვდი, აღმოაჩინეთ, რომ ბაზარი უკვე გაჯერებული იყო, კონკურენცია მაღალი იყო, რომ იმ ბაზარზე შესვლას იდეაში აზრი არ